საღამოს ზაზას ქუჩაში გამლელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ანუ შეაგინა, დაემუქრა და შემდეგ დაარტყა რამდენჯერმე, რის გამოც ზაზას აქვს ტვინის შერყევა ახლა. და ამის მიზეზი იყო წინა საღამოს მაესტროს ეთერში მისი შელაპარაკება ასავალ-დასავალის რედაქტორთან, სადაც ასავალ-დასავალის რედაქტორმა წაიკითხა წინადადება მისი ნაწარმოებიდან, ეს წინადადება იყო სრულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ის ეკუთვნის ერთ-ერთი ნაწარმოების პერსონაჟ ქალს და მაყურებელმა, როგორც ხვდები, ეს წინადადება აღიქვა, ეს ფრაზა აღიქვა როგორც ზაზას პირადი აზრი და პოზიცია, რაც აბსოლუტურად მცდარი არის. ჩვენ ფიქრობდით, რომ შეგვეტანა სარჩელი თავდაპირველად, თუმცა მე აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს შეიძლება შეეფარდოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ვთვლით, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურია იმ დანაშაულისა, რომელიც მან ჩაიდინა. ამიტომაც გადავწყვეტ, რომ სარჩელი არ შეგვეტანა. თუმცა თავისთავად ეს რომ იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა, რა თქმა უნდა, სარჩელს შევიტანდით, იმიტომ რომ ეს არ ეხება მხოლოდ ზაზას, ეს გვეხება ნებისმიერ ჩვენთაგანს, რომლებიც შეიძლება რაღაცას ისეც ვამბობდეთ, რომელიც უმრავლესობას ან ვიღაცას არ სიამოვნებს. ზაზას მეგობრები ითხოვენ, რომ პოლიციაში ამ თემაზე საქმე ამ საკითხზე საქმე აყენოს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის არაძალადობას, ძალიან ისე შაბლონურად რო ვთქვათ, ძირითადი მესიჯი არის პოლიციის, მთაწმინდა კრანისის პოლიციის რაიონული სამმართველოსადმი, რომ დროულად და სამართლიანად აღძრან საქმე, თუ როგორც არის და დაიწყოს გამოძიება იმისათვის, რომ ეს და ამ დანაშაულის დაუსჯელობა არ გახდეს მორიგი, რაღაც წამქეზებელი, მაპროვოცირებელი მორიგი კიდევ ძალადობის და არტისტებზე, ხელოვანებზე ან სხვა პროფესიის ან უპროფესიო ადამიანებზე თუნდაც თავდასხმის, ფიზიკური ანგარიშწორების მიზეზით და ასე შემდეგ. ჩემი პოზიცია არის, რომ მართალი იყო ზაზა, ნამდვილად შრუნგების გაზეთი არის, მეც ასე მგონია. როგორც გამახსენდება, ყველაფერი ისე გადმოვიტანა ფურცელზე, ოღონდ პირდები შეუფარავად და შეულამაზებლად ყოველგვარი მხატვრულობის გარეშე. თუმცა იმასაც აქვე გეტყვი, რომ გამხატვრულების გარეშე მარტო მშრალი რეალიზმი დიდი ვერაფერია. რავი, აბა წარმოიდგინე, რომ შენ როგორც დედას კი არა, როგორც დედის სიმბოლოს მოგმართო. ანდა რომ გითხრა ხელში პოლიჯოხი კი არა, ფალოსის სიმბოლო გიჭირავს მეთქი, როგორ მოგეწონება. ერთი სიტყვით წაიკითხე ყველაფერი წყნარად, აწონდაწონე და დასკვნის გამოტანა შენთვის მომინდია დე. დარწმუნებული ვარ, გულდასმით წაიკითხავ, სად ცოდავ, სად ვაზვიადებ, სად გადავდივარ დაუკრეფავში, სად რასმალა, შენზე უკეთ სხვა ვერავინ გაიგებს. ვიცი როგორ არის ახლა ეს არის გასაჩუქებლად. 5 ოქტომბერს რუსთაველის პროსპექტზე თავს დაესწრა მწერალ ზაზა ბულჭულაძეს. რის შედეგად მან ტვინის შერყევა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ზაზა ბულჭულაძემ დაგმო გაზეთ ასავალ-დასავალის სიძულვილის გამღვივებელი პუბლიკაცია და სატელევიზიო დებატებში ჩეკაბათდნენ ის და თავად ამ პუბლიკაციის ავტორი. ცივილიზებულ საზოგადოებაში ძალადობა უნდა აღიკვეთოს და არტისტის, ისევე როგორც ნებისმიერი პროფესიის ადამიანის თვითგამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული. ყველაზე საინტერესო, პოლიციის რეფორმის ფარგლებში პოლიციას ვთავაზობთ ასეთი ტიპის დამნაშავებისათვის გახსნას კარცერ ლუქსები და დამნაშავეებს მიესაჯოთ ლიტერატურის კითხვა. პირველ რიგში კი იმ ავტორის მთელი შემოქმედების წაკითხვა, რომელზეც მან აგრესია განახორციელა. არა.